სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი 10 წლისაა. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის ოფისში ღია კარის მოეწყო. ნინჯეოს წევრებმა დაინტერესებული პირებს მათი ორგანიზაციის ოფისის ადამიანების პროგრამების შექმნის ისტორიისა და საომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მოგვიანებით ღონისძიებამ სასტუმრო რჩეულში გადაინაცვლა, სადაც საზოგადოებისა და ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლისათვის ორი პიროვნების დაჯილდოების ცერემონია შედგა. თაობათა დიალოგი 2005 წელს ჩამოყალიბდა და 5 ძირითადი მიმართულებით მუშაობს. ორგანიზაციის მიზანი თანამედროვე საზოგადოებისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, მეცნიერების მხარდაჭერა და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა. ამ ეტაპზე თაობათა დიალოგში 50-მდე ადამიანია გაერთიანებული. სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგს უკვე 10 წელი შეუსრულდა. დაახლოებით 3 წელია რაც ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობ და 2 წელია უკვე ვარ წევრი, აქტიური წევრი ვარ, რამოდენიმე პროგრამის კოორდინატორი. რა მომცა ორგანიზაციამ ძალიან ბევრი რამ მომცა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ითქვას, ეს არის პიროვნული წინსვლა, კარიერული წინსვლა, რაც ორგანიზაციაში მუშაობის დროს თანხს დევს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე. ორგანიზაციას 10 წელს განმავლობაში ძალიან ბევრი მხარდამჭერი და მეგობარი გაუჩნდა. თუმცა არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ეტაპი ქონდა მხოლოდ ჩვენთან ურთიერთობა და შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო არა აქვთ. ეხლა ჩვენ გვინდა რომ ყველა ეს ადამიანი მოვიწვიოთ, თუნდაც ნებისმიერი გამლე, რომელსაც სმენიან არ სმენა ჩვენ ორგანიზაციის შესახებ და მოკლედ აუხსნათ თუ რას ვაკეთებთ ამ 10 წელს განმავლობაში, რა გაგვიკეთებია და ზოგადად რას ვცდილობთ რომ შევცვალოთ ჩვენ ქალაქში. ჩემი მედები გამართლა და ალბათ ვაპირებ ამ ორგანიზაციის წევრი გავხდე, რადგან ძალიან მომეწონა აქ აკავრობა და ძალიან მომეწონა სივრცე, რომელიც არის შექმნილი.